გამარჯობათ, მე ამ ვიდეოში აგიხსნით თუ როგორ დავრეგისტრირდეთ დეცენტრალიზებულ კრიპტო საფულეზე, რომელზეც უამრავი ვალუტა არის დამატებული. Connect ისევ ახლის შექმნა, აქ სახელი ჩვენი, სხვა რამერია, ახლის შექმნა, სახელი, პაროლი, ამას მოვნიშნე. აქ უნდა დიდი პაროლში უნდა დიდი ასო, პატარა ასო ციფრები და ასოები და ციფრები, ასოები და წერტილი ან ძიმი ან სახელის ნიშანი. დავრეგისტრირდით. შემდეგ შევდივართ setting-ებში, security, ამას გადმოვწერთ, ეს ჩვენი პაროლი. ამას გადმოვწერთ, ეს არის ჩვენი შესulis პაროლი. ამის გარეშე სხვა მოწყობილობიდან ვერ შევალთ. ახლა შევიდეთ, მოდი Google Drive-ზე, ფლეშკაზე შევინახოთ. Google Drive, new folder, let continue. ეხლა აქ უნდა ავტვირთოთ ფაილი. Wallet. აქ ავტვირთოთ ჩვენი ფაილი. გადმოვწერთ აენწამს მაკარო 42. Open. ის აიტვირთა. ტელეფონით რო დაგჭირდა შესვლა Google Drive-ზე შემოვართ და აქედან ავტომატურად ჩავთავთ, ან შევართ. აი. თორე შეგიძლიათ ეს რაღაც 12 სიტყვიან კომბინაცია ამოწეროთ ხელით, მაგრამ მე ხელით შეყვანა მოგიწევთ, ან ფურცლებზე ამოწეროთ და ბუმაჟნიკის ჯიბეში შეინახოთ. აი, ეს არ გვაწყობს ახლა. Wallet-ზე გადავიდეთ, აი, აქედან გამოვედით. შევდივართ. დამახსოვრებულია ჩვენი საბოლოო ჩვეულებრივი პაროლით შევართ. ჩვეულებრივი. მაგრამ გამოვიდეთ ისევ. ეს წავშალეთ. ამას ისევ ვერ წაშლი. შევიდეთ ახლა. სახელი, პაროლი. ამას მოვნიშნავთ, ამას მივდიდებთ და აქ გვჭირდება ჩვენი ეს ფაილი, რომელიც თუნდაც ფლეშკაზე გვექნება. ყველაფერი მარტივია. ასევე ეს არის დეცენტრალიზებული საფულე, აქ არის ძალიან ბევრი ვალუტა. აქ შეგიძლიათ დაამატო მილიონობით ვალუტა, თუნდაც ბიტკოინი, ან ეთერიუმი. არა, ეთერიუმი. აი, რამდენ პროტოკოლზე არის, Binance-ზეც არის, Binance-ის Smart Chain-ზე და სხვადასხვა პროტოკოლებზე ერთი და იგივე ვალუტები აქვს, კონვერტაცია შეგიძლია სიტყვაზე Web2-დან ERC-20-ზე გადაიტანო ბიტკოინი თუნდაც. როდესაც რომელიც მხარდაჭერაც აქვს თუნდაც MyCoins და ასევე ბევრი პრივილეგიები აქვს ამ საიტს, თან არის დეცენტრალიზებული. მადლობთ ყურადღებისთვის.